ნამდვილად ჩემი თვალით ნანახი და მოსმენელი შემიყურით, ეს იყო პირდაპირი ნიშანი, რომ ამით მათ აი ეს იარაღი ჩაუდეს ხელში ერარიშვილის არმიას, რათა გასწორებდნენ ოპოზიციას, როგორც რუსეთის აგენტებს. ეს იყო ერთობლივი სიუჟეტი დამუშავებული. ასე რომ ეს იყო მიზანი, რატომ დავინტერესდი რა ხდება დღეს, როცა პრეზიდენტი აცხადებს საჯაროდ, რომ აი ოპოზიციური პარტიები ფინანსდებიან რუსეთიდან დიდი რაოდენობით და უსებ ექსპერტების სიხმარა სიტყვა, გამაიძულა ასეთი განცხადება. ასეთ რამეს ვაწყდებით. 7 აგვისტოს ინფორმაცია არის საიტზე Русская линия. Президент фонда содействия народам Грузии, доктор технических наук, профессор Бадри Меладзе. Ბრგვალი მაგი და მოსკოვში 5 აგვისტოს ხდება ესა. მოგესალმებით აქ რა ტრიალებს მაშინ. მიძღვნილი რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს შესვლის 225 წლის თავისთავად. გიორგიევსკის ტრაქტატი. ასე ესმით მათ გიორგიევსკის ტრაქტატი. მიყავდა ეს ხტომა президент Конгресса национальных объединений России, доктор экономических наук, профессор Владимир Хомерики. Разбужданец Батони Меладзе 5 августос Московში. Именно сейчас возможен и нужен новый Георгиевский трактат, который положил бы начало процессу воссоединения двух братских государств. Да. ეს კაცია თურმე ორგანიზატორი ამ შეხვედრის. კაცია организаторы ამ შეხვედრის ვენაში. Турме. Недавно инициативная группа, в которую вхожу и я, зарегистрирована в Вене. Всемирный конгресс народов Грузии. В марте готовим первую конференцию. И проведем ее в России. Второй китхебиан, შემდეგი კითხვა რომ კი მაგრამ ჩამოვლენ ქართველები ასეთ ვითარებაში. Мы уже получили согласие на участие в конференции от представителей грузинских диаспор из 40 стран мира. Ასეთი პასუხი. არ ვიცი, ამაზე თუ მუშაობს ჩვენი დიასპორის მინისტრი, მაგრამ ფაქტია, რომ რატომღაც ეს ყველაფერი გადადის ვენაში. ხომ არ იყო ამის მიზეზი ეს ხუბუტიას კონგრესისთვის მზადების პერიოდშივე გაცნობიერებული მარცხი ასეთი შეკრებებისა სახალხო დიპლომატიისთვის სახელის გატეხვა. ესეც ჩანაფიქრი გახლავთ. ორმხრივი ჩანაფიქრი. ის რომ მოდის იქიდან საზოგადოებრივი პალატის წევრთან აკრები პერიოდულად ბატონი შევჩენკო, ბატონი ნიკოლაი სვანიძე, რომელიც იძახის, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ მისი სახელი და გვარი არ იყოს მიხეილ სააკაშვილი. ნებურად მახსენდება რუსული გამოთქმა. Чья бы корова не мычала, а твоя бы молчала. მიხედონ, ბატონო, თავიანთ საქმეს. არ არის ნიშანი, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსაც ჯობდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან კარგი პრეზიდენტი გვყავს. ეს პროექტიც ვენაში დაწუნებული ვარ, იყო ჩაფიქრებული, რომ მოეხდინათ დისკრედიტაცია ქართული ოპოზიციის სპექტრის. დღეს ჩვენმა საქართველოს აგენტებმა ყველაფერი იციან ამ საუბრის მერე. მათგან ნამდვილად გმირობა ასე მოწინააღმდეგის მოედანზე ჩასვლა და იქ ღირსეული საუბრები. მაგრამ როგორც კი შეატყობენ, რომ იქ სიტყვა ოკუპაცია არც იქნება ნათარგმნი სხვა ენაზე. და თუ ისე მთლიანად ის შემადგენლობა იყო ამ საბჭოსი, რომლის შემადგენლობა ჩამოწერილია პუტინის მიერ 30 კაცი. და ამის მეტი სალაპარაკო თუ რუსეთს ჩვენ ვერავინ ვერ მოვიძიეთ. ალბათ შესაბამის რეზოლუციასაც მიიღებენ ჩვენი თანამემამულენი იქ წასულნი. მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას კოვზინაც არჩი ჩაუვარდება, იმიტომ რომ რა კადრიც არ უნდა გამოვაქვეყნონ იქიდან. მიღებული, ესეთი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ეს ერთობლივი პროექტია. და კადრებს ისინი ვერ მოიპოვებდნენ. და მეორეც რომ როგორც ყოველთვის ვერ მოითმინა პრეზიდენტმა ერთი კვირა, რომ არ დაეძახა ბევრი ფული მოდის რუსეთიდან ამ მიზნით. ბევრი ფული რუსეთიდან არ მოდის. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის ისეთი გამოუცდელი, რომ რაიმე ტიპის შავფულს მოკიდოს ხელი. თუმცა პუტინის და სააკაშვილის სპეცსამსახურები ერთობლივად ცდილობენ, რომ ასეთი თანხები სადღაც გამოიჩხრიკოს,
ოპოზიცია დამარცხდეს და არხეინად გააგრძელოს ამ დუეტმა მართვა. არ მოველოდი უსწრაფად დავიბენი. შემდეგ ეხლა კარი რო გაიღო და პლაჟი რო გაიხადა ჯოხაში. ყველანი ლაპარაკია რომ პროამერიკული თუ პროევროპული. ასე გვიგვი მიერ პროს საფუძვლად ქონდეს პროქართული. დიდი აზრი ამ შოხაში არჩენილი უბრალოდ მინდოდა. პროქართულია და ეს არის დღეს იდეისთვის და ავტორისთვის დამედასტურებიდან განსხვავებულობით ფორმისაც არა მხოლოდ საუბრის შესაძლებლობით და საინტერესოა ხოლმე მოგიწევთ ალბათ სიარული. მე მინდოდა შეკება ბოდიში ჯინსის ჩოხა მინდოდა შემიძლია. მაინც იდეა ჩოხა მაინც. საინტერესოა რომ ჩამოვა ხოლმე უცნობი ვოიაჟი და სხვადასხვა ქვეყანაში რომ შეამოწმებს როგორ მიდის მისი ლიცენზიის რეალიზაცია. და ნომერი 5 როგორ ქვეყანაში როგორ ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი აი 9 აპრილის გამოცხადება არ გამოცხადებასთან. ფრაზაა ასეთი Оливер Голдсмитс, რომ лучший способ победить в споре это уйти от спора. თავისთავად დღეს ეს კამათი არ მგონია აქტუალური, იმიტომ რომ ფაქტი შედგა. თავი გამოცხადდა. ზადება დაიწყო. რაც შეეხება პასუხისმგებლობის აღებას, საზოგადოება დააკისრებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია ამა თუ იმ მარცხისა ქვეყანაში. განურჩევლად იმისა, იქ მივა თუ არ მივა. თუ არ მივა, რატო არ მივა? თუ მივა, რა გააკეთა რომ მივიდა. ამიტომ ძალიან ცოტა დრო დარჩათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ არ აღმოჩნდნენ ყველანი ერთად სამიზნე, საკმაოდ სერიოზული უკმაყოფილების და საზოგადოების, თუ ისინი ვერ მოახერხებენ დროზე ყოველგვარი ტელეკამერების გარეშე, დასხდნენ და მოილაპარაკონ, გაწერონ რამოდენიმე სცენარი. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევთ, იმ შემთხვევაში როგორ ვიქცევთ? სარდალი კეზერაშვილის გუნდი ხო არ არის, რომ არგანერი სქემა არ ქონდა და ისე შევარდნენ სქემაში. წინასწარ უნდა გაიწეროს. ეხლა აქაც არ ქონდეს ადგილი რაიმე სიძარმაცეს. ხო ვამბობდი ძროც. აი ეს არის ყველაზე მძიმე. ხო ვამბობდი, ესე იგი, ამით პრაქტიკულად ხელფეს უგრავენ ერთმანეთს. 9 აპრილი არის ძალიან სერიოზული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. და ხალხი ბევრი მივა თუნდაც 20 წლის თავის აღსანიშნავად იმ ადამიანების დაღუპვის დროიდან, რომლებაც მართლაც თავისუფლების იდეას შესწირეს თავი. ბოდიშის მოსახდელად მაინც თუ არ მივედით იმ ადამიანის სულებისთვის, რომლებიც დაიღუპეს და რომელსაც ყველამ დაუფიცეთ, რომ მათი მიზანი მიღწეული იქნებოდა. უნდა თუ არ უნდათ, ნებით თუ დაძალებით, ნებისმიერი პარტია, ვინც იმ დღეს არ გამოჩნდება, ხარაკირს გაიკეთებს თავის პოლიტიკურ ქულებს სერიოზულად დაკარგავს და აღარც იმდენი დრო რჩება მერე რომ ხო ვიზახოდის. შევეჩვიო გაზოს რომ ბატონო ნათელაშვილი კმაყოფილია თავისი პოლიტიკური ბედით. და რეალურად მეტის პრეტენზია არ აქვს. ერებს განახლებისთვის ჭირდებათ ახალი ცისხვი და პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არც პლატფორმას თვლის, არც ხედვას თვლის, არც მეთოდს თვლის. ერთხელ მოიგო არჩევნები და ისიც სააკაშვილს აჩუქეს თანამდებობა საკრებულოს. აბა. ხო იყო ეს ფაქტი და ესე იგი ეს პოლიტიკური ძალა ასეთია. ეხლა რამდენი ცდილობა უნდა დაკარგოს თელმა დანარჩენმა თქვა 15 მოუცმა პარტიამ რომ შეცვალოს. არ იცვლება ეს. მაგრამ მე მიგვეს იმ პარტიის მხარდამჭერის რომელსაც პარტია ეტყვის რომ არ მიხვიდეს, მე არ მივდივარ 9 აპრილს და ისიც არ მივა. ამას პარტიის წევრობა არ ქვია, ამას ცოტა შეხანებული ადამიანი თუ გააკეთებს. რომ მივიდეს თუ არ მივიდეს რუსთაველზე 9 აპრილს ასეთ თარიღთან დაკავშირებით იმას გადაუწყვეტ ასეთმე პარტიის დივანი ეს არაქართული მოვლენაა. არ მივიდე იმ მიზეზით რომ დაუშვათ დავით ამაზე ვთქვა რომ ეს არის მოდის სააკაშვილი 2 but ეს ისე ამერიკული სცენარია, მე ამ სცენარში მონაწილეობას არ მივიღებ და ამით დავიკავო, ვითომ პროქართული ნიშა გაჩნდება სულ ორი ძალა ბურჯანაძე და დაუშვათ ალასანია და მესამე და გაჩნდება ისა ნათელაშვილი.
რაღაცა მიზეზებს დაასახელებენ, ესე იგი, ეხლა ხელისუფლების სერიოზული მცდელობა თუ ხედავთ, მიმართულია იმაზე, რომ